84 კილოგრამში ნამდვილი საგიჟეთი ხდება UFC-ის ყოფილ ჩემპიონმა შონ სტრიკლენდმა გადაუარა, არა, გადათელა ენტონი ჰერნანდესი. ენტონი ჰერნანდესი ალბათ ქართველებს გახსოვთ, ეს ის მებრძოლია, რომელმაც დაახრჩა რომან დოლიძე და მოდიოდა 8 გამარჯვებიანი win streak-ით. უმრავლესობა თვლიდა, რომ ჰერნანდესი დააფინიშებდა ბებერ სკინჰედს და სატიტულო ბრძოლით შეხვდებოდა ჩიმაევს. ხალხი იმაზეც საუბრობდა, რომ მხოლოდ ჰერნანდესს აქვს იმის საშუალება, რომ დააფინიშოს ან მოუგოს სატიტულო ბრძოლა ჩიმაევს. მაგრამ შონ სტრიკლენდმა რავარდს ჯასტინ გეიჯმა ჩაუშხამა პედი პიმბლეტს ბედნიერება ზუსტად ესე მოიქცა. დღეს ნახავთ ამ გადაცემაში Fight Night-ის მთავარ ბრძოლებს, გიჟურ ფინიშებს, სტრიკლენდის trash talks, დანა ვაიტის ინტერვიუს. თქვენ კიდევ დაალაიქეთ ეს ვიდეო, მე კიდევ ვიწყებ. Fight Night-ის main card-ის პირველ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 84 კილოგრამში მიშელ პერეირა და ზაჰარი რიზი. ამ სპორტის კომაგებს პერეირა ყველას კარგად გახსოვთ, მოხეული და ათლეტური სპორტსმენი, რომლისთვის არ წარმოადგენს სირთულეს შეასრულოს რამე გიჟური სალტო ან ბრეიკდანსიდან ამოღებული რამე რთული მოძრაობა. UFC-ში პერეირა თავის დროზე მოდიოდა გიჟური win streak-ით. 2020 წლიდან 2024-მდე მას ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო, თუმცა ამავე 2024-ში დაეჯახა ენტონი ჰერნანდესს დამარცხდა ნოკაუტით, რის მერეც კიდევ ორ ბრძოლაში წააგო და იეხლა ზედიზედ 3 მარცხით შეხვდა რისს. მიშელ პერეირასთვის ამ ბრძოლაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეოთხე მარცხი მას გახდიდა ორგანიზაციიდან გარიცხვის კანდიდატს. რაც შეეხება ზაჰარის, ის UFC-ში მოხვდა კონტენდერ სერიიდან, პროფესიონალური რეკორდი აქვს 10 გამარჯვება და 3 მარცხი. UFC-ში ხან იგებს, ხან აგებს. ეს შეხვედრა ფინიშის გარეშე დასრულდა, თუმცა სამივე რაუნდის განმავლობაში სპორტსმენები დაუნდობლად ჩეხავდნენ, აშკარად ორივე მებრძოლი ცდილობდა შეხვედრის დასრულებას ფინიშით და ამიტომაც თითქმის მთლიანი დაპირისპირება დგომში გაატარეს. ეს იყო მართლა თანაბარი ჩხუბი, სადაც საჯებიც კი გაიყვნენ და გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება პერეირას გაუფორმეს, რითიც გადაარჩინეს ეს სპორტსმენი ორგანიზაციიდან გარიცხვას. Stay out at range. Oh, there's a step into range and feint. See, savagery out of Zach. Oh, ladies and gentlemen, around the body. And the mission. და ივენთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა 77 კილოგრამში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი დაუმარცხებელი სპორტსმენი. ჯეიკობ სმიტი, ათლეტური და ფიზიკურად ძალიან ძლიერი მებრძოლი, რომლის რეკორდიც პროფესიონალებში არის ზედიზედ 11 გამარჯვება მარცხის გარეშე. მან თავის კარიერაში 8 შეხვედრა მოიგო ნოკაუტით, ჰქონდა 1 საბმიშენი და 2 გადაწყვეტილება. ის ჯერ ნოკაუტებდა თავის მეტოქეებს Extreme Fight-ის ორგანიზაციაში, შემდეგ 2 წელი დომინირებდა Fury Fighting-ში და 2024-ში მიიღო მონაწილეობა Dana White Contender სერიაში, გაიმარჯვა ნოკაუტით, გააფორმა ორგანიზაციასთან კონტრაქტი და 2025 წელს პრომოუშენში 2 ბრძოლის ჩატარება მოასწრო. ორივეში გაიმარჯვა, ერთში ნოკაუტით, ერთში საბმიშენით და აი ასეთი გიჟური win streak-ით შეხვდა UFC-ის დებიუტანტს ჯოზაია პარელს, რომლის რეკორდიც პროფესიონალებში იყო იდენტური მეტოქის 11-0. ეს მებრძოლი კარგად მუშაობდა დგომშიც, პარტერშიც, კარიერაში 6 ნოკაუტი და 4 საბმიშენი გააფორმა. მისი დებიუტი UFC-ში 2023 წელს უნდა შემდგარიყო მადალენას წინააღმდეგ, თუმცა სამედიცინო კომისიამ მას თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემა აღმოუჩინა, სპორტსმენს სასწრაფო წესით თავზე ოპერაცია გაუკეთეს, ჩაუსვეს ფოლადის ფირფიტები და აი ყველას რომ ეგონა ჰარელის კარიერა დასრულდა, ის 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა. მოიგო ზედიზედ 4 შეხვედრა, ადგილობრივი ორგანიზაციის ჩემპიონიც გახდა და ეხლა შეხვდა თავისნაირ დაუმარცხებელ მებრძოლს UFC-ის დებიუტში, ასე რომ 11-0-11-0-ის წინააღმდეგ. შეხვედრა სმიტმა ძალიან აქტიურად დაიწყო. თავიდან თითქოს ყველაფერი თანაბრად მიდიოდა, ჰარელმაც მოახერხა ცოტა აქტივობა, თუმცა ჩანდა რომ სმიტი აღემატებოდა თავის მეტოქეს ძალაში და აი რაუნდის შუაში პარელმა თავისი მეტოქის წაქცევა მოახერხა, თუმცა სმიტი მალევე ამობრუნდა, მოექცა თავის მოწინააღმდეგეს ზემოდან, დაიწყო მისი დაჩაქუჩება. სანამ საჯი მოვარდებოდა, ჯეკობმა თავის უკვე გათიშულ ოპონენტს ზუსტად ნაოპერაციებ ადგილში რამოდენიმე სასტიკი დარტყმა გაუტარა. ამ
ამ ნოკაუტის მერე ჰარელი ძლივს მოასულიერეს და დიდი ალბათობით ეს სპორტსმენი ამით დაასრულებს კარიერას. სმიტი კი ისევ დაუმარცხებელია რეკორდით 12-0, მან გამარჯვების მერე კევინ ჰოლანდი გამოიწვია და აი ეს დაპირისპირება მართლაც საინტერესო საყურებელი იქნება. მოკლედ ახალგაზრდა პროსპექტს ვაკვირდებით და ველოდებით ეფექტურ ფინიშებს. If not, Kevin Holland, where your bitch ass at? შემდეგი დაპირისპირება მძიმე წონაში შედგა სერგეი სპივაკი ანტედელიას წინააღმდეგ. სპივაკი ასპარეზობს მოლდოვის სახელით, მისი მეტსახელია პოლარული დათვი, მისი ბრძოლის სტილი არის ground and pound-ი, სტრატეგია ყოველთვის აქვს აწყობილი ჭიდაობაზე, აკეთებს შეხვედრაში ყველაფერს, რომ მეტოქე მოექცეს დაბლიდან, რის მერეც ის თავის ოპონენტს ან ქოლავს, ან აღჭობს. პროფესიონალური რეკორდი აქვს 16 გამარჯვება და 6 მარცხი. თავიდან მას UFC-ში თითქოს ყველაფერი კარგად ჰქონდა. თუმცა ამ ბოლო დროს ცოტა აურია, 4 შეხვედრინა სამში დამარცხდა, მაგრამ დამარცხდა ამ დივიზიონის მონსტრებთან, ვალდო კორტეს აკოსტასთან, ალმეიდასთან, სირილ განთან და ტომას პინალთან. რაც შეეხება ანტედელიას, ის 35 წლის ხორვატი სპორტსმენია, რომელიც ახლახანს მოვიდა UFC-ში. ის ტომას პინალის თანაგუნდელი და სპარინგ პარტნიორია, გამოდიოდა სხვადასხვა პრომოუშენებში, Rizin-ში, PFL-ში და ასე შემდეგ. რეკორდი აქვს 25-7-ზე. აქედან 19 შეხვედრა მან ფინიშით დაასრულა. UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში დაანოკაუტა მარჩინ ტიბურა, თუმცა დამარცხდა კორტეს აკოსტასთან და ეხლა შეხვდა სპივაკს. ამ შეხვედრაში ყველას ეგონა, რომ სპივაკი დელია სტრაიკინგს ჭირაობას დაუპირისპირებდა, მაგრამ არა, ის გამოვიდა მართლა საჩეხაოდ. სამივე რაუნდის განმავლობაში მებრძოლები ერთმანეთს დგომში ამუშავებდნენ. კი, იყო ცოტათი პარტერიც, ცოტათი კლინჩიც, თუმცა ბრძოლის 80-90% სპორტსმენები დგომში ჩხუბობდნენ. და აი ყველასათვის მოულოდნელად სპივაკი დგომში დომინირებს. მან დელიას პირველივე ჯებით სახე გაუსისხლიანა. სერგეი სპივაკი ძალიან კარგად მუშაობდა ჯებებით, დელია კი თითქოს იყო უფრო სწრაფი და მოქნილი, ეძებდა მომენტს კონტრში. თუმცა პირველი რაუნდი მცირე უპირატესობით სპივაკმა თავის ასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდში ანტედელია გააქტიურდა და სასწორი თავისკენ გადმოწია. ერთი მომენტი მან კინაღამ სერგეი დაანოკაუტა კიდევაც, მაგრამ დაიღალა და კლინჩი ჩაეხუტა. მესამე რაუნდში სპივაკმა მეტოქეს კიდევ უფრო დაუზიანა ცხვირი, შუა რაუნდში ჭიდაობაც ჩართო, მიაყოლა ground and pound-ი, რის მერეც ხორვატი ძლივს ადგა. ბოლო წამებზე კიდევ ნახეთ ჩეხაობა და როგორც შედეგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სერგეი სპივაკმა გაიმარჯვა. Kelly, there again. Big statement at the end of this round for really some left hook. He's able to get back up and now. Wow! Nice cut. Target! 66 კილოგრამში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მელკიზაელ კოსტა და დენ იგი. იგი არის top 15-ის წარმომადგენელი, კოსტა კი რეიტინგში ჯერ არ შედის. დენ იგი ჰავაიელი უნივერსალია, ის UFC-ში 2017 წელს მოხვდა საპრეტენდენტო სერიიდან, არის 34 წლის, ამ წლების მანძილზე ორგანიზაციაში აქვს ჩატარებული 20 ბრძოლა, ის ნამდვილი ვეტერანია, რომელიც ხან იგებს, ხან აგებს. მელკიზაელ კოსტა 29 წლის ბრაზილიელი სპორტსმენი, ძალიან საინტერესო გარეგნობით, მას ვიტილიგოს დაავადება აქვს, ზოგადად ის ფერადკანიანია, მაგრამ პიგმენტაციის გამო სულ უფრო და უფრო თეთრდება. დენიგისთან ოქტაგონში ის გავიდა 5 გამარჯვებიანი ვინსტრიკით, ჩხუბის ძალიან საინტერესო სანახაობრივი სტილი აქვს, კოსტა განსაკუთრებულად ეფექტურად ბრძოლაში იყენებს ფეხის დარტყმებს, ამის მაგალითია მისი ნოკაუტი ბოლო ბრძოლაში, მოკლედ ეს სპორტსმენი კარგ ფორმაშია და მუდმივად მიიწევს წინ. და ის შეხვედრა დაიწყო. თავიდან იგი ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა, მან ბრაზილიას გდებაც კი შეუსრულა, მაგრამ კოსტა მალევე გამოძრა, კონტრზე შეასრულა ტეიქდაუნი, შემდეგ იყო ხანგრძლივი კლინჩი ბადესთან და აი რაუნდის მეორე ნახევრიდან ბრაზილიელმა ჩართო თავისი საშიში კიკები და დაიწყო მეთოდურად და ბრუტალურად იგის დალეწვა. კოსტა დომინირებდა და რაუნდის დასრულებამდე 5 წამით ადრე მოულოდნელად ბრუნში ფეხი გაისროლა. დარტყმა მეტოქეს პირდაპირ ყბაში მოხვდა და ის წაიქცა. ბრაზილიელი სუფთა ფორმალურად ეცა გათიშულ მეტოქეს დასაფინიშებლად, დროსაც მსაჯმა გააჩერა შეხვედრა. ეს არის კოსტას ზედიზედ მე-6 გამარჯვება UFC-ში, თან ბოლო ორი ბრძოლა მან პირველივე რაუნდში ფეხით მოიპოვა ნოკაუტები, ასე რომ საინტერესოა ვის შეახვედრებენ მას შემდეგში. 77 კილოგრამში ერთმანეთს დაეჯახდნენ ჯეფ ნილი და უროშ მედიჩი. აქაც როგორც წინაშე რკინებაში ყავს ტოპ მებრძოლი ჯეფ ნილი და მედიჩი, რომლისთვისაც გამარჯვება გახსნიდა ტოპ 15-ის კარგს. ნილი 35 წლის ვეტერანია, პრეტენდენტთა სერიის ერთ-ერთი პიონერი. UFC-ში 8 წელია ჩხუბობს, მას ორგანიზაციაში სტარტზე 5 გამარჯვებიანი ვინსტრიკი ჰქონდა, თან ფინიშების, თუმცა დაეჯახა Wonderboy-ს, დამარცხდა, რის მერეც აერია კარიერამ, ბოლო დროს ძალიან რთულ მეტოქეებთან მოუწია ჩხუბი
და დამარცხდა, მაგალითად წაგება შავკატ რახმონოვთან საბმიშენით, მერე გაყოფილი გადაწყვეტილებით მარცხი იენ გერისთან, პატარა გამონათება ჰქონდა UFC-ს ყოფილ ჩემპიონთან რაფაელ დოსანიოსთან, მანის პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, თუმცა ბოლო შეხვედრაში კარლოს სპრატესთან დამარცხდა ნოკაუტით. რაც შეეხება მედიჩს, ის მაღალი ფიზიკურად ძლიერი სერბია, რომელიც ვარჯიშობს და ცხოვრობს შტატებში. ამ ბიჭისთვის უცხოა ისეთი ცნება, როგორიც არის მსაჯების გადაწყვეტილება. ბრძოლის მომენტში პროფესიონალური რეკორდი ჰქონდა 12 გამარჯვება და 3 მარცხი. ის 100%-იანი ფინიშერია, ყველა შეხვედრა დაასრულა დროზე ადრე, იქაც სადაც გაიმარჯვა და იქაც სადაც დამარცხდა. UFC-ში ყველა შეხვედრა ნოკაუტებით მოიგო, თან უმრავლესობა ნოკაუტების პირველ რაუნდში მოიპოვა. რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, თავიდან 1 წუთის განმავლობაში სპორტსმენები ერთმანეთს დისტანციიდან ზვერავდნენ და აი როგორც კი მედიჩმა გაისწორა მიზანი, მეორე წუთის დასაწყისში მოკლე მარცხენა ჰუკით გათიშა თავისი ოპონენტი. დარტყმა ჯევს პირდაპირ საფეთქეში მოხდა, ეს იყო უდაოდ ლამაზი და ეფექტური ფინიში, რომელიც იმსახურებს $100,000 ბონუსს. და იმ თავარი ბრძოლაც 84 კილოგრამში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შონ სტრიკლენდი და ენტონი ჰერნანდესი. სტრიკლენდი ყოფილი UFC-ს ჩემპიონია, მან ეს სტატუსი 2023 წელს მოიპოვა, როდესაც დაამარცხა მსაჯების გადაწყვეტილებით ისრაელ ადესანია. თუმცა ტიტულის დაცვაზე თანაბარ ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით შეხვედრა დაუთმო დრიკუს დუპლესის. სხვათა შორის ბევრი თვლის, რომ მაშინ შონს არ ეკუთვნოდა წაგება. ამის მერე ამერიკელმა პაულო კოსტა დაამარცხა, აქაც მსაჯები გაიყვნენ და 2025-ში სატიტულო ბრძოლით კიდევ ერთხელ შეხვდა დუპლესის, დამარცხდა გადაწყვეტილებით და ეხლა დაეჯახა ფლაფის. სტრიკლენდი ძალიან ხმაურიანი სპორტსმენია, ნამდვილი ტრეშ-თოლქერია, რომელსაც ძალიან მწარე ენა აქვს, მისი ბრძოლის სტილი არის კრივი, ძალიან ეფექტურად მუშაობს ჯებებით, უყვარს ჩეხაობა, მისი დანოკაუტება ძნელია, აქვს ძალიან მაგარი კარდიო და ეფექტური თავდაცვა გდებებისგან. ბრძოლის მომენტში ის იყო რეკორდით 29 გამარჯვება და 7 მარცხი. რაც შეეხება ერნანდესს, მასზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმი, შეგიძლიათ გადაავლოთ მის კარიერას თვალი თუ ამის სურვილი გაქვთ. აქ კი გეტყვით, რომ ის ფავორიტი იყო და მოდიოდა 8 გამარჯვებიანი ვინსტრიკით. ყველას გვახსოვს, მან ბოლო ბრძოლაში რომან დოლიძე დაახრჩო და ექსპერტების უმრავლესობა მას უწინასწარმეტყველებდნენ ამ ბრძოლაში გამარჯვებას. მეტიც, მასზე იძახდნენ, რომ შეუძლია დაასრულოს ჩიმაევის დომინაცია დივიზიონში. თუმცა ბებერ ტრეშ-თოლკერმა მისი ყველა ოცნება დაანგრია. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 3 რაუნდს. სტრიკლენდმა არ მისცა საშუალება ერნანდესს ეჭიდავა და შეესრულებინა გდებები. შონმა აიძულა ენტონის ეჩხუბა დგომში, სადაც ის იყო უკეთესი და თავისი ჯებებით ძალიან კარგად აკონტროლებდა დისტანციას. მესამე რაუნდში ბებერმა მუცეში უძლიერესი მუხლი გაუტარა ენტონის. ის წაბორძიგდა, შონმა იგრძნო სისხლის გემო და ნამდვილი მანიაკივით მიყვა მას ჩაქოლვით ბადესთან. სტრიკლენდმა ჩაცხრილა თავისი ოპონენტი და მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით, რითიც აჩვენა ყველას, რომ ძველი სკოლა მუშაობს და თან ძალიან ეფექტურად. Murphy is hurt. Big old Murphy. Sean's all over him. And that's it. There it is. შენ გააჩერე 8 გამარჯვებიანი ვინსტრიკის მქონე სპორტსმენი, თვლი რომ საკმარისი გააკეთე სატიტულო ბრძოლისთვის. კი, ამ მიკროფონს გააჯმევინეთ არ მუშაობს. მისმინეთ, თქვენ ხო არ გინდათ ამ ჩეჩნური ომის ყურება, თქვენ გინდათ რომ უკანასკნელ ამერიკელმა გახიოს ტრაქზე ჩიმაევი და ასეც მოხდება. რას გააკეთებს სტრიკლენდი ხამზატის დამარცხებისთვის? ყველაფერს, რაც მომინდება, აბსოლუტურად ყველაფერს. მაგ ტიპს დაერხა და დავასრულე ბაზარი. დღეს სტრიკლენდმა ძალიან მაგრად იჩხუბა, რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით. კი, დღეს ის კარგ ფორმაში იყო, მან შტამბეჭდავად შეასრულა თავისი საქმე. ერნანდესისგან უფრო მეტ ჭიდაობას ხომ არ ელოდებოდი? არც ვიცი რას ველოდი. იცი დღეს სტრიკლენდზე $300,000 რომ დაგედო, მოიგებდი $1,000,000. რამოდენიმე ადამიანმა ზუსტად ესე გააკეთა, ასე რომ ბევრი არ ელოდებოდა სტრიკლენდის ასე შტამბეჭდავ გამოსვლას. შონი ჩიმაევს იწვევს და 1000 დებილობას საუბრობს. მისი ეს მწარე ტრეშ-თოლკი კარიერის დასრულებას ხომ არ ნიშნავს. იცით რას გეტყვით, თქვენ მას რაღაცა სირობებს ეკითხებით, ხო და პასუხად იგივენაირ სირობებს იღებთ. რას ფიქრობ ბენიზე, რას ფიქრობ სუპერ ბოლზე, გააჯვით, ხო არ გადაობთ, ეს თქვენი ბრალია და სათანადო პასუხსაც იღებთ. კონორი იძახის, რომ მას უკვე მისცეს მეტოქე შეგიძლიათ დაადასტუროთ. ყველაფერი ცნობილი რომ ყოფილიყო, ამას მე გამოვაცხადებდი.
ალექს პერეირა გვანიშნებს, რომ მძიმე წონაში ადის. რას გვეტყვი ამაზე? ალექსი ყოველთვის წინ მიდის, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენ გჭირდება, ასე რომ რასაც ის გადაწყვეტს, ყველაფერში მხარს დაუჭერ. გონი ჩიმაევის გადაწყვეტილი აქვს 93 კილოგრამში ასვლა. ჩვენ შეიძლება ამ დივიზიონში ვნახოთ ის? მე ჯერ ვნახავდი როგორ დაიცავს ის კამარს თავის დივიზიონში. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ ხტუნაობას წონიდან წონაზე ტიტულის დაცვის გარეშე. ამიტომ ჯერ ვნახავდი მის დაცვას. ამაში დანას ბევრი დაეთანხმება. ერთი ტიტულის დაცვა კაი იქნებოდა, რა თქმა უნდა. თან თუ ეს დაცვა შედგებოდა სტრიკლენთან, ეს იქნებოდა რეალურად სასტიკი და ტრეშ-თოლკით სავსე დაპირისპირება. იქამდე კი მოდით ჩიმაევის ახალ ინტერვიუს მოусმინოთ. აბსოლუტურად ყველა საუბრობს თუ რა ძლიერი არის ჩიმაევი. ბევრს სურს ამ მებრძოლის ნახვა უფრო მძიმე კატეგორიაში. როგორ ფიქრობ, შეძლებ წონის მომატებას? მე ისედაც მძიმე დივიზიონს მივეკუთვნები. მახსოვს გნახე არმანის და დენ ჰუკერის ბრძოლის დროს. შენ გიგანტური იყავი. ვიცი შენ პერეირას იწვევ და მან ეს გამოწვევა დაიგნორა. ხო ასეა? ხო, პასუხი მართლა არ მიმიღია. ნახოთ იქნებ ვინმე დამთანხდეს. მე მინდა გავხდე ორმაგი ჩემპიონი. მე შეიძლება ჩემს დივიზიონში დაუბრუნდე, ან კიდევ უფრო მძიმეში ავიდე. არ ვარ ის ტიპი, რომელსაც კარიერა უნდა დაასრულოს მარცხის გარეშე. კიდია ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, თუ მან 93 კილოგრამში გაიმარჯვა და მერე მძიმე წონაში ავიდა, 3 წონის ჩემპიონი. ღმერთის წყალობით ვეცდები ამას. იანგერისთან სინამდვილეში რა მოხდა? ის უკნიდან მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა ვითომ პატივისცემით, მაგრამ თუ კაც არ იცნობ, უარ მიხვალ მასთან. რატომ უნდა შეეხო ბავშვი? ხოდა ამის გამო გაუბრაზდი, მეთქი პატივისცემით მომეკეცი. აი ეხლა გარეთ უცხო ადამიანთან რომ მიხვიდე და შეეხო, ან მხარზე ხელი დაარტყა, ვინ მოგითმენს? ხამზატის და იენგერის დაძაბულობაზე სტრიკლენდმაც გამოთქვა თავისი აზრი. ფიქრობ ხამზატის სწორედ მოიქცა, როდესაც იენგერის ხელი კრა. ჩიმაევი მაშინ არის მაგარი, როდესაც მას ზურგს უმაგრებს ერთი 10 კაცი. აი მოდით გავიხსენოთ მისი და კოსტას სკაჩაობა. ხო გახსოვთ? რას აკეთებდა იქ ჩიმაევი? ის ყვიროდა, დამიჭირეთ. აი ეს არის თქვენი ჩიმაევი. კი, ის შრომის მოყარია, კარგად ჩხუბობს და არის ჩემპიონი, მაგრამ კაი ჩხუბის სოდნა არ ნიშნავს კარგ კაცობას. მოკლედ, ვინ სად ადის და ვინ ვის შეხვდება, ნამდვილად ჯერჯერობით გაურკვეველია. ველოდებით დანა ვაითის ოფიციალურ ანონს, ეს აუცილებლად მოხდება ამ დღეებში, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალექს პერეირა ანებებს თავს თავის 93 კილოგრამს, ტოვებს ტიტულს ვაკანტურს და ადის მძიმე წონაში. და აი ეს მართლა საინტერესო ამბავია. დღეისათვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის. მე კიდევ წავედი. თქვენთვის უნდა გავამზადო იენგერიზე დოკუმენტური ფილმი.